სად მოვიდოდი თუ არა მოტობოქსში? რა თქმა უნდა გიოსთან. აბა როგორ ხარ? მზად ვართ? რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის mid pipes, რომელიც არის კოლექტორს და თვითონ მაყუჩის საბოლოო თავს შორის. აი უნდა კონდეს ხოლმე ხარისხიანი და მოუმსპარი, აი ეს რა, შიდა ეს რაღაცა კალიცოსავით რაც არის რა. ნუ რაც ეწერა ეგ ჩამოვიდა რა. ეხლა თვითონ მაყუჩის ნახოთ. ხუთი საკმაოდ დიდია, გადავიხადე 300 ლარი ტრანსპორტირებაში. $130 დაждდა შიდა ტრანსპორტირებიანა და ანუ $105 გდა თვითონ ნივთი და $25 დაემატა USA ჯორჯიას ოფისში მიტანისთვის თვითონ ამერიკაში. აუ რა აუშნოა ძმა. ძალიან ცუდი მაყუჩი. გავაწყრიალოთ. რას დარჩა ამ სეზონიდან გავერთოთ ბოლომდე რა. აბურავი დაფუშული იყო. ბოლო მეტრო რო არის რა, იმასთან არის ერთი ისა რა, ვულკანიზაცია და მივაბერე იქ. აი სად უნდა მომეყვანა მაყუჩის შესასვლელად მოტო თუ არა მოტობოქსში და გიორგი ალბათ გეცნობათ ბოლადან, ვისაც არ გეცნობათ აწი გაიცანით და შევერდენიძის 9 ნომერში მობრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით მოტოციკლეთის შეკეთება, სკუტერის შეკეთება. რა თქმა უნდა ხმაც შევადაროთ, რომ ნახოთ თქვათ სხვაობა რა იქნება რა. ამ მაყუჩების კანონის ავტორს მინდა ეს ობობის ქსელები რაც აქ ჩემ მოტოს დაგროვილი ყველგან და რაც ზედ ჭუჭყი აქვს, აი მინდა რომ მოუგროვო. კარგად შევახვიო, აგერ აი მაყუჩის ყუთში ჩაუდებ, ალბათ გაივსება ეგ ყუთი და ოჯახში მინდა გაუგზავნო, რომ ვახშამზე მიაყოლოს ჩაის. აი აქ მატლს თუ ფუტკარს თუ ჭიას თუ რაღაცას ქონდა გაკეთებული სახლი და აქამდე ისე ვიარე, რომ ისეთი კაპიტალური სახლი ქონდა აშენებული, რომ კი არ მოძრო ბიჭო. აუ კატასტროფა ძმაო, აი მოტო ესეთ მდგომარეობაში არ იყოლიოთ, მიხედეთ, გაუფრთხილდით თქვენ ბაიკებს. მე მგონი ჯერ ძალიან ცხელია ხო რომ ამის მოხსნა დავიწყოთ. ხო, ერთი ვარიანტი იყო კიდე მეუბნებოდნენ რომ დიბიქილერი იყიდეო, ჩადეო და გაატარე ექსპერტიზაო რა, სამხარაულის, მაგრამ აი სამხარაულის იმედად ან ვაფშე საერთოდ რაიმეს იმედად რანაირად უნდა იყოს. ეხლა მაღაზე წუწაობას და მე იქ ვიღაცისთვის მტკიცებას რომ აი დედას გეფიცები ნახდად ორიგინალი ემოთხია. აი ესეც ჩვენი mid pipe, რომელმაც დიდი ალბათობით უმეტესობა და ჩუმების უნდა იყოს თავის თავზე. დიდად ამის იმედი არ მაქვს ხელად ვთქვათ, მაგრამ ნახოთ აბა რა გამოვა. ესეც ჩვენი mid pipe, ანუ შუა რგოლი ჯაჭვის კოლექტორიდან მაყუჩის თავამდე, გალოქამდე. ესეც mid pipe დადგა და მე მივაყენებ უკვე აი ამას. ჯერჯერობით მიყენებული გვაქვს მხოლოდ აი ეს mid pipe, მოусმინოთ ხმას. აი ამ ადგილის რეზინამის დაკარგული მაქვს, ზედ ეყენა მახსოვს, მაგრამ ამდენ სიარულში და ხანსად დაპარკინგებაში და ხანსად გდებაში არის ვინმე გააცალოთ თავისით მოძრა, მაგრამ ფაქტია რომ არ გვაქვს. ნუ დროებით სანამ გამოვწერ დავაყენებთ გამოგონილ ვოშერს და ბოლტს და რა თქმა უნდა რომ ერთი ბოლტი დაგვაკლდა და გიორგის უთესლესი ენთორკით უცება ავარდები ქავთარაძის ელიავაზე. ერთი ვოშერი მინდა. ჩაფხუტი რომ ახურავს თავი კოსმოსში მგონი, ესე გადავეჩვიე რომ რა ქვეყანა დაანგრიეს. რამოდენიმეს გავუკეთე, მაგრამ კიდე უფრო დიდი მინდა. მაშინ ეგ მერე ამაში უნდა გავაძვრინო. და მერე ამაში ხო? ეს, მაგრამ მაშინ ეს უფრო გრძელი მინდა. აი აღარ შეეტევა, მერე მეორე მხარეს რაშიც გადის, იქ აღარ შეეტევა, წვრილი მინდა რა. ეს ცოტა ხანი აქ რო დავდო, მე მგონი არავის არ ეწყინება. აი ნახე როგორ არის. აი ეს არის მე რაც წამოვიღე და ეს არის ეხლა რასაც წვიდულობ და აუ მოკლედ გიომ მაგარი პატივი მცა თავისი სკუტერი გამომატანა. TVS ენთორკითაც ვიკატავე მოტობოქსი, რომელშიც მოტოზე და სკუტერზე რას დაგჭირდება გაგიკეთებენ. არ ვიცი რამდენად ძრავს დაგიშლიან და ვიწყობენ და რამას გაღუნულს გაგისწორებენ, მაგრამ ძალიან მარტივი მისაგნებია. აი აქ ზევით დელისის მეტროა და მოდივარ ასათიანის და ყაზბეგის კვეთისკენ. ეხლა ყაზბეგის ქუჩაზე ვართ. აი ახლა ვართ ყაზბეგის ქუჩაზე და აი ეს არის ასათიანის ქუჩა, რომელიც კვეთს ყაზბეგს და იქ ჩადიხარ ახალი გზისკენ. როგორც კი გადავალთ ხელმარჯვნივ არის მან დასახვევი შევერდენიძის ქუჩა არის.
9 ნომერში გეოლდებათ motobox-ი. შეიარეთ ზეთი ხუნდი. რა ვიცი, Coca-Cola. აუ. მეზიზღება ეს კანალიზაცია რო ასხავს, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაფერი ზედმეც უწება. ესე ამოუხვევთ და ეს თქვენი motobox-ი. გამარჯობა ZX6-ers აქშლიან. აჰა. ესეც უკვე მიყენებული მაყუჩი თავისი თავით, საშინლად გამოიყურება, მაგრამ რას ვიზავთ? აი იმედი მაქვს, რომ ეს შავი დეტალები რაც აი აქ მაგრდება და იქით მიდფაიფსაც აქ ეგრევე თავისი შავი დეტალი. იმედია რომ ეგ ცოტა დამალავს, თორე აი საშინელება ძმაო, მით უმეტეს ნარდოგრეის არ უხდება ძალიან, აი ესეთი ცუდი თუ გამოვიდოდა მართლა არ მეგონა რა. თქვენი მაყუჩი აი ამ ყურით აუცილებლად იქნება დამაგრებული მოტოზე. რამენაირად და აი ამ ყურის პოზიცია არანაირად არასდროს არ ემთხვევა ხოლმე თქვენი სტოკი მაყუჩის, ანუ ქართული მაყუჩის ყურს, რომელიც როგორც ხედავთ, მგზავრის საფეხურის აი ამ პატარა წაგრძელებაზე, აი წანაზარდზეა მოკლედ დამაგრებული. აქვს ხოლმე აი ესეთი კრონშტეინი. თუ მაყურს მოხსნით, მერე რო არ იწვალოთ და ორჯერ რო არ მოგიწიოთ დაშლა აწყობა, შეიძლება მიდფაიფი დააყენოთ, მაყუჩის დააყენოთ და აი უკვე აი ამ შავი დეტალების რაც ალამაზებს, აი ამ და აი ამ შავი შესაფუთი მასალის დაყენებას რო დაიწყებთ, მერე მიხვდებით რომ თურმე თქვენი მაყუჩის განსაკუთრებით თუ M4-ია უეჭველი ეგ მოგივათ, თქვენი M4-ის აი ეს ყური უშლის ხელს. მაყურს რომ მოხსნით, დააკვირდით მაყუჩის ყური რაზე დგას. და ის რაზეც დგას, დიდი ალბათობით იქნება ასეთი კრონშტეინი, რომელიც აქ ხდებათ თქვენი მძღოლის ფეხის დასადების, აი ძარაზრითიცაა დამაგრებული, მაგის შიგნით. აი დაახლოებით ესეთი რაღაც იქნება, ოღონდ ეხლა ეს გარედან მივადე, მაგრამ ეს იქნება შიგნით რა. როგორც კი თქვენს მაყურს მოხსნით, ეგრევე მოხსენით ესეც. ყველაფერს გააკეთებთ ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად. ესე იგი, აი ამის სენსორის კაბელები აქედან მოდის, აქ გამოვაძვრინეთ. ამოვიდა აქ, აი ესე ამოვატარეთ, ამის ქვეშ გამოდეთ, წამოვიდა და ბოლოს ცხოვრება დაასრულა აი აქ შიგნით აქ ძალიან საყვარელი სამაგრი. მოკლედ აი ამ ადგილას რო არის დაერთებული, მაგაში წკაპით ჯდება და ამოდის აქ. ეხლა ამას ამერში ჩავსვავთ და ცოტა ხანში დიდი სიამოვნებით ხელოსნად დავიწყებ მუშაობას, იმიტომ რომ ისე გამისწორდა ამის დაყენება, რომ რავი ბიჭებო, აბა რამეში ხო არ ჭირდები, შემიძლია დაგესვანოთ რა. ნება და დავქოქოთ მოусვინოთ რა თავარია, იმიტომ რომ ცოტა გული მისკდება რა. აყენდა ჯადო საბოლოოდ მორჩით ყველაფერი კაბელები, ყველაფერი დავაყენეთ და გარეთაც მოვისმინოთ. მაცივარი ბიჭო. მაცივარი ძმაო. ორა საძაგლობა არის ეს რა. ეს რა გავაკეთე, ეს რა გამიკეთეთ თო. ტესტი. და ესეც პატარა ტესტი, როგორ ჟღერს ძრავი ჩაფხუს შიგნით დამონტაჟებული მიკროფონი და როგორც ყოველთვის ვიწერდი ხოლმე ხმას, ანუ არაფერი განსაკუთრებული ჩაწერის კუთხით. აი ასე ჟღერს, ალბათ ქარის ხმა და შრიალი უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ამისი ხმა ახლა. აი ეს არის ამ მოტოს ხმა ვართ. მე-6 სიჩქარეში არის 4000 ბრუნი, მე-6 სიჩქარეში 80-ით მივგორავთ. ცოტა გავხსნი და ხომეტრს ნახოთ მაღალი ბრუნი როგორ ჟღერს, სხვათა შორის გუშინ რო ამოწმებდი ადგილზე საკმაოდ აგრესიულია ისევ ზევით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მაცივრის ხმა დაყვება თან რა. მაგას აი ვერაფერს ვეღარ მოუხერხებს სამწუხაროდ დაწიე ეგრე იქნება სულ. სათამაშო რა. რავი, ნინძას ამასის ხმა გაუხდა. საშინელება ძმა.
საშინელება. აი მაგას რანაირად ვერ ხვდებოდა ვინმე რომ ბოლოს აქამდე მოვიდო და აი ეგ მაკვირვებს კიდე ძალიან რა. მონოცეხალასაც ვიტყვი, მაგრამ ჩვევია რა. და ნუ აი აქაც ამ სფეროშიც, აი ამ ნიშაშიც გამოვლინდა ეგ რომ ნუ კაი რავი, ხა მე ჩემსაც გავისწორებ და თუ დავისჯებით. თუ დავისჯებით. აქ როგორ შეიძლება ჩამოსვლა, არაფრით არ შეიძლება. დაგიზიან და რამე? არაფერი გადავჭი. საგიჟეთი. ეხა არ დაიწყოთ რა. ზოლს შუაში შეიძლება რომ მიდი. როგორ შეიძლება და მით უმეტეს თითქმის გაჩერებულ მოძრაობაში ზოლის შუაში გადის ყველა და ყველაფერი ყველგან და არც სხვაგან არ მგონია რომ სადმე აი ეგეთი მართლა სტერილური გარემო იყოს. იმედია როდესღაც მართლა მივალთ მაგამდე რომ აქაც ყველა ამ ტრეკზე იაროს, ვისაც სპორტი ყავს და ვისაც ჩქარასიარული უნდა, მაგრამ ნუ ყველგან ეგრეა, მთელ სამყაროში ყველგან ეგრე არის რომ ეს ამბები ხდება რა. არ ვამბობ რომ კარგია, მაგრამ აი ეს ხელის მოსმით რომ უცებ მოდი აიგზალოს, come on, კაი რა. ინტერნეტი არ გააქვთ. შედი რა, ნახე სადღაც როგორ არის და ის მაინც გადმოაკოპირე, ესე გამოვრთოთ მოტოციკლეტები რა, უბედურება. ეხლა რო იცოდეთ აი ამ მაყუჩების გამო, აი ამდენ ხანია მოდივარ და ვლაპარაკობ და ესეთი მოლოდინი მაქვს რომ ალბათ არც ისმის საერთოდ ჩემი ხმის ფონზე ძრავის ხმა რა. ჩათვალეთ რომ აი რავი, ბომბზებს ვივარ რა, ნებისმიერ წამს შეიძლება ვიღაცამ გადმოკრას საჭე, არც მანქანებინა რომ არ გიყურებენ, მაგაში ხო ეჭვი არ გეპარებათ. და რო აღარც ვისმით, ნუ გაზრდილია რისკი და უფრო მეტია იმის შანსი რომ ვიღაცამ დაგამტრიოს რა და ნუ აი რატო? იმიტომ რომ რაღაცა ნაწილმა მოსახლეობის საქაჯეთმა, რომელიც უაღამეს წიოდა და კიოდა, იმდენი ვერ მოტვინა, რომ შეიძლება საბოლოო ჯამში მე ყველას შეექმნას ამის გამო პრობლემა და აი თვითონ ჩვენივე მინუსი არის, რომ არ ჩავლეთ ის ადამიანები, რომლებიც აი ეს ხაჯივით იქცეოდნენ ღამე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ვინც ეგრე დარბოდა, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცები ყავდათ ირგვლივ სამეგობრო წრეში, რომლებთანაც ალბათ მეც მეკვეთება საერთო მეგობრები რა. აი არავინ რო არასდროს არ უთხრა იმ ხალხს, რომ შეჩემა რაგეტაკა ხაჯი ხარ და ეტიე სახში, არ შუაღამეს რო ხურუშიანივით ყველას რო ძინავს, მაშინ რო გადიხარ და აწუხებ ხალხს. ეხლა ვიაროთ ჩაჯმულხმიანი დადუმებული მოტოებით და კონდეს ყველას უფრო მეტი რისკი. რატო უბრალოდ რატო თორე კი? რავი, ამდენი ხანია, 4 წელია უკვე რაც ეს მოტო მყავს და ჩამოვიდა M4 მაყუჩით და მას მერე მოყოლებული სულ ამ მაყუჩით დავდივარ და ნუ გაძრავი არ შემიცვლია და ხმა ამას თავისით არ შეეცვლებოდა და ისე ვიარე რომ ამ მოტოს ნახდად არავინ არ შეუწუხებია, მით უმეტეს ღამე რა. დილით რამდენჯერ ყოფილა რომ ადრემდომებია გასვლა და რომ ძალიან ადრე რომ გამოსულ ვარ, გამიგორებია და იქით დამიქოქავს ბიჭო, ეგ აი რავი, ძალიან ელემენტარული არის რა, რომ შენ კომუნას, შენ წრეს იქნება თუ მეზობელს იქნება თუ ძმაკაც იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, შენ შინაურს და შენიანს ელემენტარულ პატივსცემ რა და აი ეს რაღაცა შეხვედრები რო ჩატარდა, გაუგებარი შეხვედრები ხალხთან, რომელიც არ ვიცი, შეიძლება ძალიან მიყვარს ეს ამბები დიდი ხანია, მაგრამ ბიჭო, ინფლუენსერს ვინ ეკითხება კანონი როგორი უნდა, ანუ რომელი სახელმწიფო კითხავს ინფლუენსერს, აი 10 გამოკითხული ქვეყნიდან სად კითხეს ინფლუენსერებს როგორი უნდა იყოს კანონი? ეს ხო ბულშიტი არის, ანუ მაგისი სერიოზულად მაგაზე ლაპარაკი ხო უბრალოდ თავის დაგოიმება და დაბრმავება არის და მე ეს რო ვითომ აი სექტემბრის 2-ში, არა, ბოდიში სექტემბრის 15-ში. უი, ჩვენ არ გვცალია იანვრის 2026 წლის იანვარში. რავი, ყველაფერი ისე ძალიან კარგად არის. მე ამ სეზონის ბოლოს ვეძახი ხოლმე რეალურად აი ახლა ამ პერიოდში ვღებულობ ყველაზე მეც სიამოვნებას მოტოთი, ეს ბევრჯერ მithქვავ ჩემ არხზე და ვინც მიყურებთ იცით. აი ეს არის იდეალური დრო იმისთვის, რომ ბოლომდე შეირგოთ თქვენი მოტოები. ჩუმი ხმით იქნება თუ ხმა მაღალი ხმით იქნება თუ რითი იქნება. მე რა თქმა უნდა ჩემს კომპოტში არავის შევინებ. მაქსიმალურად შევეცდები რომ ისი ამონო გავერთო შევირგო რა. აქ იმდენი პარასკევი არის და ისე არაპროფესიონალურად ხდება რაღაცები ამ ქვეყანაში, რომ ნახდად ვერავის იმედად და ვერავის ჭკუაზე ვერ ვიქნები და ამიტომაც გადავწყვიტე რომ მართალია ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მეყიდა ეს მაყუჩი და ეგ არის რა. შეხვედრაზე მოდივარ, ნახევრად არ ვიცი რაზე ვხდებით და
უბენზინოდ ვიარე, ბიჭო, გადაღება რო დავიწყე. ვარკად მოვა. არა, 18 ეტევა.